ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ მისტიური რიცხვების მგოსანი, რომელმაც იცის რა უნდა. ვაკოცი აწყვოს პირდაპირ აქ. დროებიდან ამოვარდნილი არქიტექტორი, რომელიც ბგერებიდან ქმნის პერფორმანსს. ჩემი ასო კუტრია და ჭამა. კოსმოსიდან ნაკარნახევი ექსპრომტი. ხამის კლუბები და კოკაინი. და დაუსრულებელი შემოქმედებითი მხურვალება. სექსი როგორც რიტუალი შეიძლება ისე იყოს. მისთვის გაუგებარია სიმართლის შიში. სხვადასხვა სელებრიტი ტიპები, ვაუები. მისთვის მიუღებელია მექანიკური ვნება. ჰომოსექსუალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობა მიგიღია. ის წერს, როგორც სუნთქავს და ცხოვრობს, როგორც წერს. ჩვენი სამი ცოლიდან რომელიმეთვის არ ივალადია. ნახეთ, დავით დეპიგოგიბედაშვილის უცნაური სიმართლის დრო. ამობენ სიმართლის ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარით. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მის ატყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფს. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას უწრფელ პასუხს გასცემენ, დარბაზ 100,000 ლარით დატოვებთ. დავით დეპიგოგიბედაშვილი, 41 წლის, პოეტი, რომანისტი და პერფორმერი თბილისიდან. განქორწინებული, ყავს 2 ვაჟი, 15 წლის გეგა და 12 წლის ანდრია. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ახლა კი შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, დავით დეპიგოგიბედაშვილი. გამარჯობა. დაგახარ. მოკალა. დეპის მოგმართავ, ხო ჯობია? საბია. არა ჩვეულებრივად გამოიყურები სხვათა შორის, და ფერებში ვარ. გრძნობ მე შევხვდები, ხო? მეგონი მეც. ეს კარგი დღე გამითენდა აშკარა. დეპი, ვისთან ერთად მოხვედი, მოდი ჯერ გავიცნობთ ეს ადამიანები და მე უკვე წესებს აგიხსნი. ჩემი მეგობრები ანა გვიჩიანი, კატი კანჭაშვილი. ძალიან სასიამოვნოა. როგორ გადაწყვეტი აქ მოსვლა? მოტივაცია მაინტერესებს ყოველთვის ადამიანების. მოტივაცია არის ქველმოქმედება და როდესაც შედგა საუბარი ამ პროდიუსერებსა და ჩემ შორის, გადაწყვეტეთ რომ მე უნდა დიდი ხანი მინდოდა და მინდა დავეხმაროთ წყნეთის ბავშვთა სახლს, უსამყარო ბავშვებს. ამისთვის მარტო ჩემი წიგნებით მიღებული ჰონორარი, რომელიც არის ერთი კოლოფი სიგარეტის ზევით ვერ არის, ამიტომ ეს საკმარისი არ არის. არის საკმაოდ დიდი ძვირი შენი წიგნები და არ იყიდება? იყიდება, კი, უბრალოდ მე მინდა იმ ბავშვებს აუტანო ბევრი CD, ძალიან ძვირფასი და ხარისხიანი მუსიკის. ბევრი მაგარი წიგნი, რომ ჩვენ გაგოზარდოს განათლებული მოქალაქეები, სრულფასოვანი ნიჭიერი ადამიანები და ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მათ ნუგეშის სახით მივცეთ აი ეს მუსიკა დაწყებული ქართული ჩვენი ფოლკლორიდან ევროპული კლასიკური მუსიკის გავლით, თავის ბიტლზით, თავის პინკ ფლოიდით და თავის ჯაზით. შენი ლექსები კარგია, რომ ასაზრდო, რაღაც გემოვნება. მე ავტან ბევრ წიგნს, რასაც გავწვდები ამ თანხით. მათ შორის იქნება ალბათ რომელიმე ჩემი წიგნიც, მე არა მაქვს იმ ხელა წარმოგენა თავზე, რომ ეს აუტანო, რომ აუცილებლად წაიკითხო. მათ აუტან იმ ლიტერატურას, რაც საჭიროა სწორედ ამასაკისთვის. ეს არის საბავშვო წიგნები, ენციკლოპედიები, იმ უმაღლესი ხარისხით გამოცემული, რაც ძალიან ძვირია და მეც ესე ვეპედულობ და არა მაქვს პრეტენზია, რომ ვითამაშო ჩემ თავზე და ვითამაშო დიდ თანხაზე. უბრალოდ თუ კარგი მიზნით ხარ მოსული, მე დიდი იმედი მაქვს, რომ შენ კარგ თანხას მოიგებ. ყოველ შემთხვევაში ძალიან გულშემატკივრობ. აჩნიას საქმე როგორ დატრიალდება,
ნახოთ. მეძღელა. ჯერ აგიხსნით წესებს, საკმაოდ მარტივი წესები, არის რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი საკმაოდ მარტივი კითხვებისგან შედგება. ნუ ჩვენ ასე მივდივართ. ყოველ შემთხვევაში, თუ წარმატებით გავილი ამ ეტაპს, გახდები გარანტირებული 400 ლარის მფლობელი. 400 ლარი მე მჯერა რომ არ გვეყოფა ამ მისიისთვის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ. სხვა ეტაპებზე ხედავ რომ თანხა იმატებს, კითხვები შეიძლება გართულდეს, მაგრამ ფაქტია რომ 400 ლარამდე რაღაცნაირად ჯერ უნდა მივიდეთ, რომ სხვა ეტაპებზე გადავიდეთ. შენს მეგობრებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ღილაკი ნებისმიერი კითხვის დროს, რომელიც არ მოგეწონებათ. კი, და შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გაჩერდეს, არამე კითხვას დავსვავ და თქვა რომ საკმარისია, მე ყოფნის თქვა ეს თანხა უნდა წავიდე. კეთილი. ვეცდები არ შევშინდე, ვეცდები რაღაცნაირად თავი ხელში ავიყვანო და ჩემი ქვეცნობიერი ისე მოვთუko, რომ ამ ბიზნესთვის მაინც შენ როგორ ფიქრობ, იცნობ შენს ქვეცნობიერს კარგად? არ ვიცი, მე ვიცი სადავარ, ვიცი რატომაც ვარ, რომ ეს ქველმოქმედება მხოლოდ ჩვენი მისწრაფება არ არის. იქნებ ჩვენ პრაგმატულად შევძლოთ, არის შოუ, არის რეალობა. მე შოუ ძალიანაც მომწონს, სიამოვნებს ახს აი ესეთი ფორმატით მოპოვებული თანხის გადაცემა სწორედ იმ მოსახარო ბავშვებისთვის, ვისაც ჭირდება ნუგეშის სახით თუნდაც. ამას ქვია მართალი თანხა. მართალი თანხა. როგორ ფიქრობ, ბაშკაცობა ჭირდება აქ მოსვლას? იცით რა, სულ სხვა არა, როდესაც სახში ზიხარ და უყურებ ესეთ დახვეწილ შოუს. სადაც ამდენი პროფესიონალი მუშაობს და მოგწონს, სიამოვნებს, რომ აი რაღაცა კარგი ხდება. მიზანმიმართული დასავლეთ ევროპული, ამერიკული, რაც შემოვიდა ჩვენთან და ეს ძალიან კარგია. სიკეთე რა შემოდის დასავლეთთან, მე ეს მომწონს. ეს განსხვავებული ადამიანის განსხვავებული აზრია და ეს ასე მოვა. დეტექტორზე მივედი ახლა აქა ვარ მოცნაური, შფოთი მაქვს. მე ღელავ, არ ვიტყვი რომ არ ღელავ. შფოთი მაქვს, რაღაცა შეუცნობელში შევდივარ, რომელიც შინაარსი შეიძლება ბოლომდე არც მესმის. თქვენ ურჩიეთ მოსვლა თუ არა? კი, თქვენც ასეთივე თამამები ხართ. ძალიან ნერვიულობდი და მე უბრალოდ მეშინია დეფი ჰოროსკოპით არის ტყუპი. და აი მისმა ტყუპის ცალმა, ქვეცნობიერმა ტყუპის ცალმა სულ სხვა პასუხები არ გასცეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს რომ შენ ტყუპი ხარ. ხო, მაგრამ მე კოსმოსური გზავნილი მაქვს, გაგზავნილი ჩემი პირველი რომანის სახით, რომელსაც ქვია ჩემმა ტყუპის ცალმა მიპოვნოს და იმედია მიპოვნის და ამოვისითხავთ. ანა, შენ როგორი დამოკიდებულება გქონდა, როდესაც გაიგე რომ დეფი ჩვენთან მოდის? ნორმალური, საკმაოდ ნორმალური, მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ, რომ რა მიზნით არის ის აქ მოსული. შვენიერი მიზანია, მოდი ნელა-ნელა რაღაცნაირად ამ მიზნისკენ წავიდეთ. პირველ რიგში მაინტერესებს, აი შენ ქონა არაერთი თქვა ტელეპროექტი, ხო? ზერა იყო კიდე. ვიაკარის გამე გმირი. მაგრამ პროფესიით ხარ არქიტექტორი. არქიტექტურა ლიტერატურაში გეხმარება? კი, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის განათლების მიღების უნივერსალური საშუალება, მიიღო არქიტექტურული განათლება. რადგანაც მე დიდი ხანი მუშაობდი გაზეთში, ტელევიზიაში, რადიოში, წლები, უცებ იფეთქა ჩემში მიდრეკილება, მივხვდი, რომ ეს ძალიან სიამოვნებდა ამის კეთება, რასაც დღემდე ვაკეთებ და იმედია ღმერთი არ გამეწყდება და სიკვდილის ბოლომდე ამას გავაგრძელებ. რადგანაც ჩემი მოწოდება მაინც გონია, რომ სწორედ ეს გოსნობაა, სიტყვასთან ურთიერთობა. პრინციპში რომ გადახედო იმ პერიოდს 92-დან 98-19 წლების ჩათვლით, როდესაც ტოტალური სიბნელე ჩვენ სულებშიც კი აღწევდა, ყველაზე კარგი საშუალება სიტყვის გავრცელებისა იყო სწორედ მედია. ის ხომ მაინც რომანტიკული და იდეალისტური მედია იყო. ეს არის სწორედ ის, რაც უნდა იყოს მედია. ჩემი ეს არის ინფორმაციის დროული მიღება, გართობა და შემეცნება. ეს არის მედია. და ჩემთვის იყო თითქოს უფრო ახლოს ხალხთან ახლოს მისვლის საშუალება. და მე აღმოჩნდა რომ სიტყვა. მე აღმოჩნდა რომ პოეზია იგივეა, პროზა იგივეა, აუდიო ჩანაწერი იგივეა. ეს ყველაფერი თითქოს ერთი მთლიანობაა, ერთი ჰარმონიაა. და არქიტექტურა აი რაში დაგეხმარა? აშენებაში, ფრაზის აწყობაში, მშენებლობაში, გამძლეობაში, დისციპლინის გამომუშავებაში, ჩემი თავის უკეთ გაცნობაში, მოთმენაში და აზრის გაზიარების უმოკლესი გზის პოვნაში, სწორედ ამ ქართული ბრწყინვალესი ენის დაოსნობით. საიდან გაჩნდა დეფი? აი სახელი დეფი. დეფი ეს არის ქართულიდან წარმოებული დაფიონიდან, სიტყვა დაფიონი. ბაბუ შენი დაირქვა. ბაბუ, არა, პაპა ვახტანგი გოგიბედაშვილი და ბაბუ დასავლეთიდან, ჩემის მამა დავითი ზახარიშვილი.
აი ესე გადაწყდა რაღაცნაირად, რომ მე მექნება ორი სახელი, დავითი და დეპი. დეპი მედის ფიონიდან ნიშნავს მოკრეალებულ ცალს. რამდენი წლის იყავი, როდესაც ეს გადაწყდა? ეს უცებ მოხდა, მე არ ვიცი ეს როგორ, აი რაღაცნაირად გაჩნდა ჩემში. მე ჩემთანს ვერ ვაიგივებდი ჩემ სახელებთან. არ მეგონა ხა თავი არასოდეს არ მეგონა რომ ერქვა რაღაც უილიამი და ჯეკი, მაგრამ ქართულში და ებრაულში ეს დავითი და დეპი ერთად შერწყმა მენიშნა რომ თითქოს ეს არის ჩემი გზა. რადგანაც საქართველოში ესევა ცნობილი ამ ორი სახელით და ჩემთვის საქართველოს სწორედ ნიშანია ჩემი ამ ქვეყნიური არსებობის გამართლებისა, მე დავიტოვე ეს ორი სახელი და არამითი აბსოლუტურად დამშვიდობია. რა გიკავია ხელში? ჩემ ყველა შარვალში და ყველა პიჯაკში მიდევს სხვადასხვა ქაღალდები, რომელსაც წერია სხვადასხვა ინფორმაცია. ლექსი იქნება ეს ფრაზები. ამ შემთხვევაში მაგ რამოდენიმე ლექსი თუნებას დამთავრდა. პირიქით, დიდი სიამოვნებით მოგის. გინდა ახლა წაგუკითხო რამე. რამე აქტუალური თუ არის აი ამ მომენტისთვის? არის კი. მე შევატყე 21 რიცხვის მაგია. თვითონ პირამიდის იდეაში 21 კითხვაა. მე თან დავიბადე 21 ივნისს და მაგ დაწერილი ლექსი 21 რიტუალური კოცნა, რომელსაც ახლა გაგანთოთ. იქნებ მომეხსნა ცოტა ნერვოზი და თქვენც უფრო გამოაქტიუროთ, რომ მე კითხვებზე კარგად უპასუხო. 21 რიტუალური კოცნა. მოდით გავამხნელოთ. ვაკოცე მთას პირდაპირ ცაში. ვაკოცე წვიმას პირდაპირ სისარტყელაში. ვაკოცე ცეცხლს პირდაპირ ფერდში. ვაკოცე ზღვას პირდაპირ ნიჟარაში. დღეს ვაკოცე პირდაპირ ფოთლებში. ვაკოცე ღამეს პირდაპირ ვარსკვლავში. დილას ვაკოცე მისივე ნისლში. ვაკოცე შუადღეს მისივე ჩრდილში. ვაკოცე დროს პირდაპირ წამში. წარსულს ვაკოცე მოგონებებში. ვაკოცე მომავალს წინათ გრძნობაში. ვაკოცე აწმყოს პირდაპირ აქ. ვაკოცე სიკვდილს შიგ სიცოცხლეში. სიცოცხლეს ვაკოცე შიგ სიყვარულში. სიყვარულს ვაკოცე შიგ შუაგულში. უსასრულობას პირდაპირ უკვდავებაში. ხუთივე გრძნობას ვაკოცე. ვაკოცე მუსიკას პირდაპირ გერაში. სასწაულს შიგ საიდუმლოში. ვაკოცე შენს პირდაპირ ჩემში. და პოეზიას მდუმარებაში სიტყვით ვაკოცე და სიჩუმეთი, სულით ვაკოცე, კოცნა ზღაპარს მოასწავებს. მოცდა მიწევს შენი კოცნას. ორცად მოწყდა მთა ვარსკვლავებს შემოქმედი. გენიოსი სამყაროს ქმნის, შენს მოხვედი, შენ მფარველობ გზებს და ბინებს, სადაც ცხოვრობთ. ჩვენი ხვედრით კოცნაც როცა დაგიპირე, თის ნისლივით გაგეღიმა. თის სურნელიც მინდორშია. და ვიგრძენი სიზმარს მიღმა შენც რომ ჩემთვის გიკოცნე. ბრავო. მართლაც დიმადობა. მოდი რაღაცნაირად პირველ კითხვას დავსვავ ახლა, რომ მოვიდა. მოვიდა. სათხარ? კი. შვენიერ. როგორ ფიქრობ? გარდაცვალების შემდეგ პანთეონში დაკრძალავენ? ეს პასუხი არის სიმართლე. არ ვფიქრობ, მაგრამ ხა ეს უცნაური რაღაც ახლა მე მინდა დამკრძალონ პანთეონში, ცოტა უხერხული ფრაზაა, მაგრამ საერთოდ გიფიქრია? კი, მიფიქრია და მე ვიცი რაც მინდა. მე მინდა კრემაცია, კი, აუცილებლად. კი, და ჩემი ფერფლი მინდა, როგორც ჯენი ჯოპლინმა გააკეთა, მოეფინოს მთელ სამყაროს და იაროს და იმოგზაუროს. ძალიან გავართ ერთმანეთს ჯენი ჯოპლინზე მე გიშთები. ფერებით დამთხ რა ხდება? თან ეხა ცოლი არ ყავს, ხო? რა კარგი. კრიტიკას როგორ ეგუები? შვიდად. გაკრიტიკებენ?
კი, ძირითადად ლანძღვა და ამიტომაც მშვიდად. წესიერი კრიტიკა პრინციპში ადრე უფრო მქონდა. ეხლა მარტო ლანძღვა და მეცნიერება ხონდა რა ესეთი. არა, ნუ ლანძღვა კრიტიკა ნამდვილად არ არის. აცქებათა კრიტიკა. ობიექტური აი ჯანსაღი კრიტიკა, ეს სხვა რაღაცა, რაც ასეთი იყო პრინციპში, ასეთი კაცი იყო გოგი ნამდვილად და მას ჰქონდა უნარი ჩემში აღმოეჩინა და განემტკიცებინა შესაძლებლობებში რწმენა. ამას თუ ჩავთვლით კრიტიკად, ეგ არის კრიტიკა. რაღაცა ქვეყნის გადაღმა წასული ადამიანების მე მიმაჩნია რომ კრიტიკა უნდა გეხმარებოდეს და არა თქვენ განცდით ვცდილობ დავეხმარო ჩემივე თავს და არ ამოვარდე თავის საკუთარი თავიდან. ისე ჯერ აი ყველაზე მეტად ეხლა თქვა შეიძლება ვიღაცამ რაღაცა გირჩეს უნდა ჩემმა მეგობარმა ნებისმიერმა რამე გირჩეს. შესაძლებლობების რწმენის აი ამისი მჯერა რამდენი ახაც უცნაური არ უნდა იყოს. ვინ გეხმარება? აი თქვენ გქონიათ თქვენ? თუნდაც ანა ჩემი კიდევ ორი უახლოესი მეგობარი მე არც ესე ბევრი მეგობარი ყავს რომ თქვა რომ ესა და არც მიმაჩნია სწორად. აი შენ თვითონ როგორ მიგაჩნია შენი შემოქმედების სიღრმე ბოლომდე ესმით თუ არა? მე ვფიქრობ რომ თლიანობაში ესე ალბათ არა, რადგანაც ადამიანებს ჯერ არა აქვს იმდენი დრო რომ გამოყონ მთელი დრო წიგნის კითხვისთვის ან აუდიო ალბომის პოეზიის მოსმენისთვის. მე ვფიქრობ მოვა ამის დრო. თქვენ კარგად გესმით მისი რა ვიცი ძნელია ახლა საკმაოდ რთული და ესეთ კომპლექსური პოეზია და პროზა აქვს დეპის ესე გულით მესმის იმიტომ რომ ბოლო როგორც შენ ლექსშია გულით ძგერს ბოლო იმამდე აძგერებს გულს შვენიერია მოდი დაგისვამ მეორე კითხვას მზად ხარ მიგაჩნია რომ ქართულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებ ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. მე ვფიქრობ, ეს მთავარია შემოქმედების რომ დატოვოს კვალი. მე ვფიქრობ არა, მაგრამ როგორც ჩანს პასუხისგებლობა ალბათ არსებობს კიდევ რომ რასაც აკეთებ ეს ყველა არ აკეთებ. მე მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი წარმავალია. დროში რაც ზის ყველაფერი წარმავალია. ეჩვენებდეს დედამიწაც გაქრება და მზეც ჩაქრება ყველაფერი გაქრება. საკმაოდ უცნაური ადამიანი ხარ ალბათ ბევრისთვის. გაუგებარი შეიძლება კიდეც, ხო? ითქვას. მე მესმის რომ თქვათ შენ უყვარდები თქვათ მანდილოსას და აბსოლუტურად მესმის რატო უყვარდები, მაგრამ რამდენად მიღებული ხარ შენ თუნდაც აი ხო ყავდა არაერთი მეუღლე, ხო? თქვათ იმ ოჯახის წევრებისთვის, რამდენად მისაღები ხარ მისი ოჯახის წევრებისთვის. იმ გოგოსი ან მანდილოსი. როგორ არის მე ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, რაც ვფიქრობდი რომ მე შეცდომაა და შემდეგ შეცდომა იყო ის რომ მე ასე ვფიქრობდი რომ მე შეცდომაა. ამიტომ აღმოჩნდა რომ მე შეცდომა არ დამიშვია. ისევე როგორც არ დავუშვია შეცდომა ჩემს მეუღლეს ან მათ მშობლებს ან ჩემს მშობლებს. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი შეცდომაზე არ მithქვამს. რამდენად მისაღები იყავი და გასაგები იმ ადამიანებისთვის, აი ეს მაინტერესებს. თუნდაც სიმამრისთვის ან სიდედრისთვის. ალბათ არ ვიყავი არც ერთი სიმამრისთვის იმ გაგებით რომ მათ ამ ადამიანებს მაინც თავიანთი თაობა აქვთ, თავიანთი საქმე აქვთ, თავიანთი სამყარო აქვთ, თავიანთი პასუხისგებლობა აქვთ, თავიანთ ქალიშვილზე აღებული. მე შეიძლება მოვიქეცი ისე როგორც მოვიქეცი საშინლად ალბათ, მაგრამ ნუ რაც დრო გადის უფრო ხვდები რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც თუ ნამდვილი ქორწინება ზეცაში წყდება, განშორებაც იქ წყდება. მე ესე მგონია და ამიტომაც შენ ვერაულით თემას შენ ერთ-ერთი სიმამრის საკმაოდ ცნობილი ადამიანია. თემურ ციკლაური. როგორი ურთიერთობა გქონდა მასთან? ფანტასტიკური. საერთოდ ივერიასთან მქონდა და მაქვს. აი, ახლა თუ გაქვს შეხება ამ ადამიანთან. ნაკლებად იმ გაგებით რომ ხა შვილი ყავს ხო მე და ქეთი საერთო ისე როგორც მე და ნათია საერთო გეგა და ანდრია ორი ბიჭი. თითო ბავშვს თავისი დედა ყავს, მამა ყავს ერთია. მაგრამ აი ამ ბავშვი თვითონ ერთმანეთს და მეგობრობთ კი როგორც ადამიანები, არა როგორც ბუნებრივია ცოლქმარი და სკანდალები არ ყოფილა.
მოვიქეცით ისე როგორც უნდა მოქცეულიყოს ცივილიზებული ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ მაინც და ბატონ თემურთან ძალიან ხშირად ჰქონდა საუბარი, ისე როგორც პირველი მეუღლის მამასთან. აი ახლა თქვი რომ ძალიან ბევრჯერ ჰქონდა საუბარი. მოდი მე ხა მესამე კითხვას დაგისვა და მე თვითონ რაღაცები მომიყევ. კი ბატონო. მესამე კითხვის დროც დადგა. შენს ყოფილ სიმამრთან თემურ ციკლაურთან მთელი სერიოზულობით გისაუბრია უცხო პლანეტელების შესახებ. მთელი სერიოზულობით. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ძალიან მიდივართ წინ. ჯერა უცხო პლანეტელების მემატება თვითდაჯერებულობა კი იყო ასეთი რამ ერთი პერიოდი იყო დიდი ვაცრავად თითქოს ბუმი უცხო ცივილიზაციების შემოჭრის და ეს ყველგან იწერებოდა ყველა ჟურნალში მთელ მსოფლიოში და იმ პერიოდში ყველგან დაიწერა გაზეთში რომ ბატონი თემურის ხმაზე ისინი აფრენდნენ უყურდა ძალიან თემურის სიმღერა თემურის სიმღერა უყურს ძალიან ბევრს მაგრამ უცხო ცივილიზაციას ეს უყურებოდა არ მეგონა და გამიხარდა და ამაზე უბრალოდ კითხე მაგას მიპასუხა შემდეგ შევყევით ამ საუბარში შევყევით როგორც ორი განცალკევებული ადამიანი იმას არ მევაჩნი ჩემს თავისიძე და მე არ მევაჩნდა თავის ჩემს სიმამრად რაღაცა და ორი ცალკე მყოფი ადამიანი რატომ ანუ ამ საუბარმა თითქოს გააცნობიერა ჩემში რომ ცილა რატომაც არ შეიძლება მართლაც არსებობდეს ხო რატომ არ უნდა არსებობდეს ყველგან სიცოცხლე რა არის ამაში გაუგებარი ან რა აკრძალული და მე უკვე როდესაც მე ჩემი თვალით ვნახე ეს ფაქტები რაც ხდებოდა, ნუ მოდიდან დაიჭერე. ნახე ნოტები თუნდაც იმათი დაწერილი, რომელიც თემურმა იმღერა. ნახე ვიდეო გადაღებული, როდესაც თემური როიალთან დგას, ღერის, ივერის რომელიღაცა წევრიც იყო თუ არ ვწდები და იქ უცებ რაღაცა ხდება, მე მგონი ვარდება ან კენჭი, ან ვარდება რაღაც, ან ტემპერატურა იცვლება. ნუ მაფიქრებინა იმან რომ არსებობს ასეთი ფენომენი, კი. მე არა ვარ არც უფოლოგი, მithumetes არც მეცნიერი და მაგრამ შენ გიყვარს მისტიკა. შენს პოეზიაში მისტიკა იგრძნობა, თუ არა? მისტიციზმი ეს ჩვეულებრივი განცდა არის იმ შეუცნობელისა, რომელშიც ჩვენ ყველანი შეიძლება შევიდეთ, ან ყოველდღე შევდივართ და პოეზია მაინც სინათლეა, მაინც ნათება არის პოეზია და მაინც გულიც გერს და გულიც გერს, გულიც გერს, მაჯებზე ფეთქავს კანი, სისხლის სიცოცხლეს დამიწერს გულიც გერს მთელი ტანით, მზე ამოვიდა, ჩავიდა, გულიც გერს, გული და უსასრულო ჩქამიდან სუნთქვებით გადაბმული, ვინც ცაში ვარსკვლავებს უცქერს, თუ არეთი დადაგული, მე ვარ დაგული ისევ ცგერს გული და ახმა იფეთქებს და მახსენდები ფიქრ და ცგერს გულიც გერს ჰორიზონტისკენ პირდაპირ სრული სიმშვიდე მეუფლა ვით ბრძენი გზად მოარული სული ვიგრძენის ხელში გულიც გერს გულიც გერს ბრავო ლექსის დაწერის თუნდაც მუზა ან თუნდაც პოემის მუზა როდის უფრო გაქვს ხოლმე ესეთ შემოტევა დავარქვათ მოდი როდესაც ხარ მშვიდად, როდესაც თქვა რაღაც ნერვიული სტრესი გაქვს, ან რაღაც ეიფორიული მომენტი არსებობს. ხშირად ქონდა საერთოდ ნერვიული სტრესი? კი. დეპრესიამდე თუ მისულა? კი, როგორ არა, რა თქმა უნდა.
ჩემთვის დამანგრეველია ხოლმე ფამილიარობა. რაბერტი ჩემი გალაქტიონი ბიჭი ლექსი წავიკითხე და რომანებსაც წერს და რაღაცა გამოსწორდა ეგარი ჩემთვის დამანგრეველი. არასერიოზული დამოკიდებულება. და ამას შეიძლება ამ ფამილიარობამ შენ დეპრესიამდე მიგიყვანოს. მეყანა ერთი პერიოდი ძალიან სულად ვიყავი, საშინლად ვიყავი. თან ალბომზე მუშაობდი, მაშინ დაფეონი სუპერნოვა დომინე, ომის მერე. ამას დაემატა ომი, ამას დაემატა ეს რომელ ომზე იყო? აგვისტოს ომი. ფაქტობრივად ახლა დავამთავრე რომანი და ის მალე გამოვა ქვია ბაღები. აი პირველად ვამბობ ამას ღია ეთერში. ძალიან კარგი. ეს არის სწორედ აგვისტოს ომზე და კერძოდ მეოთხე ბრიგადის პაშკაცებზე. ძალიან საინტერესო, ველით მოუთმენლად და ახლა მოუთმენლად ველი მე მეოთხე კითხვაზე პასუხს. ოდესმე ყოფილხარ ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი? ჩემი ასო კიტრია და ჭამეთ. კოსმოსიდან ნაკარნახევი ექსპრომტი. ამის კლუბები და კოკაინი. მისთვის გაუგებარია სიმართლის შიში. სხვადასხვა სელებრიტიტები, ვაუები. მისთვის მიუღებელია მექანიკური ვნება. ჰომოსექსუალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობა მიგიღია? ნახეთ, დავით დეპიგოგიბედაშვილის უცნაური სიმართლის დრო. ოდესმე ყოფილხარ ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი? არა. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ძალიან მიხარია რომ კარგად მიდივართ წინ. სულ დაგვრჩა კიდევ ორი კითხვა და გავხდებით 400 ლარის მფლობელები. ნუ გახდები. და ლოგიკური იქნება რომ რაღაცა კითხვა ერთ სანამ დაგისვა მეხუთე კითხვას. შენზე ამბობენ რომ რაღაცა მომავლის განჭვრეტა შეუძლია. არა, ჭორია. ციფრებს რომ ხედავ ესეც ჭორია? არა. ეს რეალობაა. არ ვიცი. მე მართლა არ ვიცი. სხვადასხვა ფსიქიატრიული ახსენეთ მე კარგად მუშაობდი რომანზე დემა გედევანიშვილი, მაშინ გავდიოდი კონსულტაციებს მიხეილ ასათიანის ფსიქიატრიულ სამართალში. რაღაცა სუპერ პროფესიონალ. ანუ სტუმრად იყავი და არა როგორც პაციენტი. კი და მესწრებოდი, ვიკვლევდი ენდოგენური დეპრესიის ნიშნებს და შიზოფრენიას და ამ პროფესორმა ბატონმა ვაჟამ მე დამასწრო თავის პრაქტიკას. ეს ჩემთვის იყო გამაოგნებელი შთაბეჭდილება და დამანგრეველი არ იყო? დამანგრეველიც იყო და გამაოგნებელიც ერთდროულად და გადამდები. მაშინ უთხარი რომ მეთქი აი ესეთი რამ არსებობს, რომ შეიძლება დაინახო რითმი, დაინახო სიტყვა, დაინახო რიცხვი, დაინახო და მან ამიხსნა გასაგებ ენაზე ეს რა არის და მივხვდი რომ ეს არ არის ჰალუცინაციური ჩართვები, ეს არის ჩემივე ტვინის მოგზაურობა ჩემივე ტვინში. აი ციფრები რას ნიშნავს? მართლა მაინტერესებს. არ ვიცი, ვერ გეტყვით, აი როგორც 21 რიტუალური კოცნა არის, ხო, აგებული რიცხვებზე და ასევე არის ეხლა ხან გამოვიდა ასევე ჩემი წიგნი სწორედ DNM სიმფონია, სადაც 3 ნაწილია და იქ არის აი ეს რიცხვების დიდი ნაწილი, როგორც ნატურალური რიცხვები 0-9-მდე, ისე გაუთავებელი აი კვადრილიონების და ზედზე ასვლის გზით და ვფიქრობ რომ ეს ერთი და იგივე კოდირებული ინფორმაცია შეიძლება მე თავს არ ვდებ. არ გაშინებს ეს მომენტი. ესეც ხო ამოუცნობია როგორც შენი ძაღლი. მაინც კაბალისტიკაა რა, გინდა არ გინდა კაბალისტიკა უნდა ვიღაცა მცოდნესთან გაიარვე, ხო ჩვენ არა ვართ ეს ოხარით განებები. ხო, მაგრამ როდესაც შენ აღმოაჩინე, შენ ფსიქიატრიულამდე უკვე აღმოაჩინე თქვა როდესაც გაეცანი. კი, მაშინ უთხარი, მაშინ თან რომაზე მუშაობდი თან. ხო და ეს ამოუცნობი ხო ხან საშიშია ხოლმე, როცა ვერ ხვდები რა გჭირს და ამ დროს ციფრებს ხედავ ეს რა. აბსოლუტურად საშიშია, თან თუ როცა არ იცი მართვა, შენ შეიძლება გადავარდე ისე ისწავლე მართვა. არა, მე არც მაქვს ამაზე პრეტენზია, ეს არ არის პოეტის საქმე, პროზაიკოსის და პერფორმერის. არც გაწუხებს, ანუ სადღაც ასიამოვნო პროცესია ალბათ, ხო? აი, როდესაც
დაიფენ შენს წინ აი ამ ჰარმონიას. თითქოს ენდობი და ეს იგივეა როგორც იკითხო ახლა მაჰაფარატა და იტყვი რომ ეგ არის ხო ეგ არის ნუ ენდობი აი ამ ინდუიზმის ენდობი ისევე როგორც ენდობი ყურანს ენდობი ბიბლიას ენდობი და მორჩა ეს ლოგიკურია მეხუთე კითხვა ზაქარ კი დილაობით ხილვები ნამდვილად გაქვს ეს პასუხი არის სიმართლე. რა ხილვები გაქვს დილაობით? შეგიძლია გაგვანდო. ეს არ არის საერთოდ არ არის და არც პრეტენზიული განცხადება. ჩვეულებრივი რამ არის, სწორედ ტრენდის მოქმედებიდან გამოწვეული. მე ბავშვობაში მქონდა მეგოინკა შეშუპება, რამაც გამოიწვია ჩემ ტვინში რაღაცა ცულებები. ეხლაც მაქვს ალერგია, ვისაც უნდა ჩემი მოკლა, პირდაპირ ვამბობ, მაჭამით, დამაბით და ვიძახი, ნუ. ჭადი და 2 წუთში. მე მჯერა რომ შენი მოკლა არავის არ უნდა. 2 წუთში ცოცხალი აღარ ვიქნები. ალერგია მაქვს აი ამ ორ რამეზე. ამიტომ მექსიკაში შეიძლება ვერასოდეს ვიმოგზავრო, არა და მიყვარს კასტანი და სამყარო ძალიან. ხილვასაც შეეხება, სწორედ ეს არის, ეს არ არის პერიოდით გამოწვეული, მით უმეტეს ნარკოტიკებს არ ვაბულობ საერთოდ და ამიტომ არც ალკოჰოლით და ვეტანები ხშირად ბრუნავს და ვისკის მიყვარს და სიამოვნებს მისის და სმა. მაგრამ ეს ამ შემთხვევაში მე არა. მე მაგარი ჟრაჟზე გზნობს მთელი ტანი, გულიწევს მთელი ტანი, გზნობს მთელი ტანი ამ თითქოს თრთოლას, რაღაცა თრთის და ამ პერიფერიული ხედვით უბრალოდ ხედავ, როგორც აი ამ ვითმა ჩაგესმის უცებ და მოდი ლექსები გიპასუხებთ რა. მოდი პასუხე ლექსები. აი როგორც ფოთლები ირევა, ერთმანეთში ისე მაქვს ეს განცდა და ამიტომ ხილვაც ეს არის ჩემთვის. ტვინით გამოწვეული. ფოთლები. ახლა ყოველთვის ამიტაცებენ ზამთრობას მორჩნენ. საფხულის თრთოლვით ბალახს ხბოერთვის. ფოთლები მე მგვანან ზოგჯერ. ჭიქები მორჩნენ ჭიქები. ღამის კლუბები და კოკაინი. მჭირდები, ზოგჯერ მჭირდები, მოვალ ფანჯრებით, მოვალ აივნით. წამოგიყოლებ სიჩუმეს ნუგეშს, წამოგიყოლებ სურნელ შორეთის, წამოგიყოლებ მარგალიტს უპნევს სიტყვების ნიჭი ლექსებს შნოდ ღმერთის, მერე მოვივლი თელს დედამიწას, ზღვებსა და ზეცას, თუ კი მივახწევ სამყაროს საზღვარს გუშინას დღესაც ვიახლოვებდი ამიერიდან თან მეყოლები ფოთლები ისევ ფოთლები წამის სისწრაფით და შეყოვნებით როგორც გამოვჩნდი ისევე წავალ იმ საზღვრის მიღმა იქ მინდა ძალიან დიდი ღირსებით ნისლები წვანან ნისლები სიზმართა წვარია სიზმართა ნატრაა სახლია კარავი ხიდები ბაღები წვერიც მორჩნენ ფოთლები არგვანან არავის როგორც მე მგონან ზოგჯერ ბრავო რამდენ სასიამოვნო როცა სხვა კითხულობ შენს ლექსს ან შეიძლება ისეთ აქცენტს ვერ აკეთებ სადაც შენ გინდა რომ მან გააკეთოს არის ეს გამაღიზიანებელი თუ არა არა რადგანაც ლექსი და რომანი მე ბოლომდე არ მეკუთვნის ეს ეკუთვნის სწორედ რაც ჩემს შემთხვევაში და მკითხველს მე უბრალოდ გამტარი ვარ და მეტი არაფერი აი მორმანჯინორია კითხულობს ხოლმე და ბატონე გურამ სამხარაძე ამბობს და კარგია რომ ბატონე გურამ სამხარაძემ ეს სამყაულის საღამო გააკეთა თავის დროზე სანამ დაუშლებოდით თეატრალურ ინსტიტუტში დაუწყარი რამე და მაშინ დავინახე როგორ კითხულობენ სხვები ჩვენ ლექსებს და თითქოს უფრო იგრძენი რომ მეტი პასუხისგებლობა მართებდა. ძალიან ემოციური ადამიანი ხარ ეს უკვე ჩანს. და საერთოდ შემოქმედ პოეტს, მწერალს ახასიათებს ზოგს ყოველ შემთხვევაში ახასიათებს რომ სპეციალურად იგდებენ რაღაცა საფრთხეში თავს, რომ რაღაცა ახალი ემოციები გამოიწვიონ ზოგს, თქვა სექსუალური ექსპერიმენტები უყვარს. შენ თუ გახასიათებს აი ესეთი რაღაცებს, სპეციალურად რაღაცის გაკეთება რომ ახასიათებდა
რაღაც აქციებს ვაკეთებდით თითქოს ინსპირაციისთვის, მაგრამ შემდეგ როდესაც ეს ნიაღვარევით ფეთქდებოდა ჩემში ეს სექსი გეხმარება იმ რაღაც თქვა თუნდაც სექსი შეიძლება გეხმარებოდეს თქვა ან სექსუალური პარტნიორი რაღაც მუზაში რაღაც წინსვლაში არის თუ არა აუცილებელი რომ ბევრი პარტნიორი გამოიცვალო და ყოლე თუ არა საერთოდ ბევრი პარტნიორი არა მაქვს ეს გაკონკრეტებული რომ სექსი იწვევს შემში რაღაცა ინსპირაციას არა სექსი როგორც რიტუალი შეიძლება ისე იყოს და სექსზე მნიშვნელოვანი რიტუალებიც არსებობს თვითონ სიყვარული სექსთან ერთად ეს სხვა რამეა სექსი სიტყვა მაინც რაღაცა მექანიკით ჟღერს მექანიკას და სექსი სიყვარულით ალბათ საერთოდ ნება და სიყვარული ერთად გამოდის ნება და სიყვარული ხო სექს ძალიან მექანიკურია რა ჩემთვის სპორტთან ასოცირდება ეს სიტყვა შენთვის ნაწილობრივ ეს სიტყვა თორე თვითონ საქციელი და სიტყვას ვიძახ ხო და შენთვის ნება და სიყვარული აბსოლუტურად სხვა არის ეს ამაში იგულისხმება თვითონ კაცობრიობის სწორედ აი ეს განთავისუფლება თავის კლიშეებისგან. რისთვისაც პრაქტიკულად არის თქვენი შოუ, ხო? რაღაცნაირად მსხრევა და ეს ძალიან მისასალმებელია და მე ვთქვი რომ ჩვენ შოუში ყველაზე კარგად შეიძლება გაიცნო ადამიანი. არ არის აქაუცილებელი რომ რაღაც დამოკიდებულება აქვთ ხოლმე რომ სუდად უნდა ჩაუსაფრდეთ. არა, პირიქით, კარგად გაცნობაზეა აქ ორიენტირებული ყველაფერი. ძალიან სერიოზულად დავფიქრდი ჩემს აი ამ ახირებებზე რა, იმიტომ რომ ესე ადვილი არ არის შენი ქოცნებიერის გაცნობა. საინტერესო პროცესი ხომ არის? კი, უდაოდ და სხვადასხვა სელებრიტი ტიპები, ვაუები ცოტა რომ მოვიდნენ. და მე ვფიქრობ, რომ მოვიდა და იმედია გავხდებით 400 ლარის მფლობელები. ჰომოსექსუალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობა მიგიღია? არა. არასდროს. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ჩვენი ერა ძალიან საინტერესოდ შეიძლება ითქვას ლირიულად და წარმატებით ჩავიარეთ პირველი ეტაპი. როგორ გრძნობ თავს უნდა გკითხო? ახლაც, მაგრამ აი ღელავ კიდე. კი, ეხლა გამერვის. იმიტომ რომ არ გაიკეთებია ეს სიმხურვალე ხო არ არის ამე ახალი ხო არ გინდა ვიცხრა შემთხვევით. მოდი აღნიშნოთ მაშინ 4000-ის კიდეზე ასვლა. ანუ გადავდივართ ჯერ 400 მოვიგეთ, ანუ 4000-ზე გადავდივართ. ჯერ მოდი გადავიდეთ, გადავიდეთ. თქვენ რას გვირჩევთ გადავიდეთ? აუცილებლად. გადავიდეთ. მაშინ გადავიდეთ ლირიულად. კიდე რა დამაწყდა ნერვები აი. სულის. ხო და გამოუშვი. კი. ყველაფერი მარტივია, შედევრები არტირიან და ამითი გადავიდეთ უკვე მომდევნო. რა კარგი სიტყვებია. მადლობა. ყველაფერი მარტივია, წესებიც და უწესობაც. ნეტავ ფიქრნისად მიდიან, როცა გული მიწევს თხრობად. დღის სინათლეს მე სიბნელე განვუყურნე ნელად ინჯად. ცის სიმაღლის ხედ ვიბნევი საუკუნეების მიჯნაც. დღეღამეში მოვიარე, ზმნების სულით გავსამდები. ზნე სამეფო როიალი სემირამიდეს ბაღებით. სიმდიდრეებს მიყვავებენ, საყვავილეთ, სართულ. ტრაგედია მიჰყვა თებეს, რაბედი აქვს წმინდა ქართულ. სიმღერათა მთელ ჩემს მოდგმას. დედამიწის ბრუნვას მოჰგავს. საიდუმლოს დოგმა მოჰყვა ორმა ზეცამ, ორ გზას, ორ მთას. დაუდგინა საზღვარი და ნეკნით მისცა გასაყარი. თან ძველი დრო, თან ახალი, ნეკერჩხალი ხატზე ხალით. შემოდგომებს 2001 წელით. დაამჩნიეს ჩემი კალთა მოყვითალო ფრთა წითელი და მომწვანო მომწონს ჩრდილი. აღმიტაცებს სილურჯეთი, დილის შუქებს ისევ დილით. ხელის გულზე დავიჯენდი. სისხლ ძარღვები არტერია, 2x2, 22. ყველაფერი მარტივია, კოცონს სითბოდ კოცნას თხოვდი. ხარე რამა გადავთვალე, ხარე
კრიშნა ჰარე ჰარე მშობლებად ყავს მზედა მთვარე ჰარი ჰარალეთი მალე ვარსკვლავები გზად გაჩვენებ აი ია სიმეტრიად გინდ უცხოებს გინდა ჩვენებს როგორც ორკესტრს სიმებიანს მე ნოტებად გადავეწმე სვავს და მეწყერს გზად რომ შემხდნენ გზებით ზოგჯერ გავდნენ წრეებს ჩემი ხვედრიც გავს და შენს ხვედრს მესის ჩიმავს კვალი ზეცის სამყაროთა ენებს იკრავს უსასრულო ნიშნით ზეცის galaktikis genetika's. მადლობ. ჩვენიერია და რაღაც ძალიან კარგად გადავედით მეორე ეტაპზე. ხო, ვერც გავიაზრე პრინციპში ნერვიულობის შემდეგ ესე უცნაურად როგორ აღმოჩნდით ამ საფეხურზე და ამ საფეხურზე არის სულ 5 კითხვა და გახდები 4000 ლარის მფლობელი. დიდი იმედი მაქვს. დიდი. საპირისპირო სქესთან მოდი ცოტა ხანი ესეც ამაზეც ვისაუბრ. როგორ დამოკიდებულება გაქვს ზოგადად? სუსტ სქესად აღიქვავ. მე აღიქვავ სუსტ სქესად, ხშირად კაცსაც კი ადამიანად. შენ როგორი გიყვარს, ძლიერი თუ სუსტი? მე ძლიერი ხალი, სუსტი საერთოდ არავინ არ მეყვარს. საერთოდ არ მეყვარს წრემლები, ხშირად კი. აქ იყო ერთ-ერთი ჩვენი სტუმარი, რომელიც განაცხადა, რომ ატანა არ აქვს ჭკვიანი ქალების. ურჩევნია ქალს უხდება სიშტერევა, ესე იგი. არა, არ არსებობს ჭკვიანი ქალი ან ჭკვიანი კაცი. არსებობს ქალი ერთი სამყაროდან გაჩენილი და კაცი. ქალი არის კაცის სიზმრიდან გაჩენილი. და კაცი არის ქალის სინამდვილე. აი ხა სინამდვილე და სიზმარი ერთად რომ მოვიყვანოთ თავში გამოდის უკვე ბავშვი, ანუ ორი ადამიანი შერწყმით მიღებული. სამი მეუღლე ყავდა, ხო? სამი ყავდა და გასამდა და იმედია ადამიანურად მოვიქცევი ამის შემდეგ და აღარ შენთვლი რომ არა ადამიანურად იქცეოდი? ეცეთ რა ძნელია. უბრალოდ ძალიან რთული ხარ და ძალიან ძნელი ასატანი ხარ, აი ესე რომ ვთქვათ მარტივად რაღაცნაირად. ესმის უბრალოდ ძნელი არ არის ადვილი ოჯახიდან ოჯახის დაანგრევა ნება დავარქვათ ან ჩვენი ორი სამყაროს ვერ შეწყობა ეს არ არის ეს ადვილი ამაზე საუბარი ხო ორი სიტყვით ალბათ დრო აგვაქვს ბავშვი ამან რაღაცად გამიმართლა იცით რომ ჩემი შვილების ნორმალურები არიან ამ ვითარებასთან დაკავშირებით იციან ყველაფერი და იცოდნენ ყოველთვის შენს მეუღლეს უკაცრავ და აუცილებლად უნდა უყვარდეს შენი შემოქმედება კი აუცილებლად მოდი დაგისვამ ახლა მეშვიდე კითხვას აქტუალური. ქალს პირველ რიგში მამაკაცის გენიალურობის დანახვა და ხელშეწყობამდე შეეძლოს. პირველ რიგში. კი. ეს პასუხი არის რაღაცა სხვა ნიშნა შეხედე 4-ის და 3-ის. კი. 7 ესე ცხოვრობ ბუდაპეშტის ქუჩაში მივიოთხი სადარბაზო ნომერი 3 და გამოვიდა 64 და 7-ია ჯამში. ეს მისტიკა ხომ არ არის? ალბათ ეს ყველაფერი ციფრებზე დგას ხო? შენი გენიალურობა ვერ დაინახეს, შეიძლება ეს არის მიზეზი რომ დაგენგ რამდენი ოჯახი. იცი რა მე ახელი არ შეგიწეს. მე არ ვთვლი რომ გენიოსი ვარ, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია რა. რა თქმა უნდა. ჩვენი მეგობრები თვლიან. თქვენ თვლით რომ ის გენიალურია? თვლი რომ არის გენიალური მეგობარი, გენიალური პოეტი და გენიალური მოქალაქე რა თქმა ამ ქვეყანას. შვენიერი და ქალბატონს რომ ვკითხოთ, თქვენ როგორ მიგაჩნიათ? აღიარებთ მის გენიალურობას? ჩემთვის სტეფი არის ერთ-ერთი არქიტექტორთაგანი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა იმ მნიშვნელოვანი ნაგებობის მშენებლობაში, რომელსაც ქვია სიყვარული და რომელიც ატრიალებს დედამიწას. რაღაცა ერთენაზე მეტყველეთ, თქვენ შორის რა ხوار ხდება? ჩემ მეგობრები ვარ. მეგობრები ხარ? მე მგონი ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც გიგებს. არა? დებ, შეიძლება იყოს რამე უკეთესი ვიდრე მეგობრობა. გასაგებია. ვინც აი გულს დადებს შენი მეგობრობა. მე ჩემ განჭრეტვას დავიტოვებ ჩემთვის. ბიბლიური ეს არის, თითქოს განცდა მეგობრობა უფრო არა, თითქოს და
არა, ვიღებ აი სუფთა ლედი მაგბეტი და თან ეს მარგარიტა, ბატონ ალთოს აი ზუსტად აი ამაზე მინდა გესაუბრო. აი მაგბეტი ვახსენეთ, მარგარიტა ვახსენეთ და მოდი მისტიკასაც შევეხოთ. ხართ თუ არა საერთოდ გატაცებული მისტიკით? ეს უკვე ასე თუ ისე მივხვდით რომ ხართ, აი კაბალისტიკით. არა, ეს თავის თავადი გახდა ჩემთვის რატომ გახდა თავის თავად? მაინტერესებს უბრალოდ და ნუ როდესაც ჩამევარდება თანხა რომ ვიყიდო ისეთი წიგნი, სადაც ინფორმაცია წერია, მას ვყიდულობ, ან თუ არ ვყიდულობ, ვუტოვებ ჩემს საათს. ვიდეო წიგნს ვეთქლობ, მე ვაბრუნებ, საათსაც არ ვუტოვებ, просто უბრალოდ ხოვობ, რომ ისე გამიყარა ეს თქვა, stop Russia მოვიგონე ბოლო-ბოლო და რატო გამეფა. Stop Russia მოვიგონე. აი საიდან მოიგივიდა თავში Stop Russia. შენ მოგონილი სლოგანია, ხო? რა იყო მათ მოსაგონი არაფერი არ ყოველ იმ მომენტში შვიდში, როდესაც უკვე ჯოჯოხეთი და შემოსევა დაიწყო მურჯულობების, მაშინ უნდა ვეთქვა რაღაცა და უცებ დავარსათ შტაბი სოლიდარობისა. საჭირო იყო მსოფლიო მასშტაბის სლოგანი, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნებოდა და წამოხდი გიჟივი და თქვი Stop Russia და მე პრეზიდენტმა თქვა შეარჩერეთ რუსეთი. ბატონო პრეზიდენტო. წარმატებაში რა გეხმარება ხოლმე? როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო წარმატებისთვის? ამ საიდუმლო რიტუალები ხომ არ გაქვს? ჩემი აზრით, ნაკა, მე არ ვთვლი ესე რომ წარმატება შემოისაზღვრება. აი, გავიგეთ რომ ვთქვათ, ქალი უნდა გვერდში გედგას, იმისთვის რომ ალბათ საჭიროც არის, ხო? ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის, მწერლის, მხატვრის, მეორე ნახევარი ბევრმა არ იცის, თუმცა ძალიან ბევრი და კარგ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები, ხო? გვერდში უდგანან და ვთქვათ, რაღაცა მის გზას მიყვებიან. კიდე რა არის საჭირო? ეს რომ საჭირო მივხვდით, წინა კითხვიდან გამომდინარე. კიდე? ეს არის თავდაუზრდელი შრომა. შრომა, მეტი არაფერი სხვა არ არსებობს ნიჭიერება შრომის გარეშე, შთაგონება, ინსპირაცია, არაფერი არ არსებობს შრომის გარეშე. არის რაღაცნაირად თითქოს სული წმინდა. ალბათ ყველაზე კარგი განმარტება იქნება. თითქოს ივანებს ადამიანში წამის 100-1000-ში ან კვადრილიონებში ივანებს თითქოს და იმ მომენტში ეს თრთოლვა რაღაცნაირად ხდის თითქოს უკეთეს. და გინდა რომ ეს არასოდეს არ დამთავრდეს, ეს ახსნება. ეს გავს, ბევრ რაღაცას გავს. ეროტიზმიც არის აქა, სულიერებაც არის, ყველაფერი ერთად არის და გინდა რომ ეს გაგრძელდეს, დაუღალავად, დაუსრულებლად გაგრძელდეს და ამიტომაც შრომობ, გიჟივით წერ, გიჟივით აქანდაკებ, გიჟივით ცეკვავ, გიჟივით მიგყავს პროგრამა, გიჟივით მუშაობენ ოპერატორები, ჟურნალისტები, ყველანი ერთად რომ ერთი სამყარო შეიქმნა. შეხარ პირველი ადამიანი პრინციპში, რომელმაც დაარსა 21 საუკუნის რაღაც ლიტერატურული ორდენი სამკაული. აი ეს სამკაულის რამე მისტიურ სახელთან ხო არის დებაში? სამი ვიყავით, გიორგი შამანდერიძე, გიორგი ზანგური და თქვენი მონამორჩილი და სამკაული მე გავიაზრე როგორც არა ძვირფასეულობა, უბრალოდ არა მორთულობა, არამედ სწორედ ძვირფასეულობა. გერმანულად არის შმუქ, რა, შენ ვიცინა წინვალეთ და კაკიმას თუ დამეთახები და ეს არ არის შმუქ, ეს არის ძვირფასეულობა. მოდი მე რა კითხვას დაგისვავთ და მე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. წარმატების მისაღწევად შავი მაგიისთვის მიგიმართავს? მისტიური რიცხვების მგოსანი, რომელმაც იცის რა უნდა. ვაკოცი ატყობს. პირდაპირ ის წერს, როგორც სუნთქავს და ცხოვრობს, როგორც წერს. შენი სამი ცოლიდან რომელიმეთვის არ იღალატია? ნახეთ, დავით დეპიგოგიბედაშვილის უცნაური სიმართლის დრო. წარმატების მისაღწევად შავი მაგიისთვის მიგიმართავს? არა. ეს პასუხი არის სიმართლე. რაც კარგი ციფრი ყოფილა შენთვის. 18 საქართველოში ლიტერატურული კრიტიკა არსებობს ეს
კარგი თუ მე საერთოდ არ ვთვლი კრიტიკოსებს კომპეტენტურებად საქართველოში და დღესდღეობით თვლის საჭიროა კრიტიკოს თუ არ არის საჭირო. მოდი ჯერ ეს ვითხარ. როდესაც გაკრიტიკებს გურამ დოჩანაშვილი ან ასეთი რანგის პიროვნება წერალი მაგრამ ის არ არის კრიტიკოსი. ეს ციფრა ის მიიღო და ამას ოსტატი მასტერი გეუბნება ამას. ამას არ გეუბნება ვიღაცა, ვისაც საერთოდ თითიძე არ დაუდია. დოჩანაშვილი არის ოჯახის მეგობარი ფაქტურად, ხო თქვენი და ანუ არაერთხელ ალბათ გაუკრიტიკები ხარ. გაუკრიტიკები ხარ ალბათ, ხო არა? და მისაღები იყო მე პრინციპში შემიძლია თქვა რომ მამაკაცს იზიარებ მე ამ ყველაფერს. კრიტიკას ვებულობ აბსოლუტურად ნორმალურად. როდესაც მეტყვი რომ იცი რა ეს არის სისულელი რაც ახლა შენ გააკეთე ხო და ამას მეტყვი შენ მე ამას მივიღებ იმიტომ რომ ამას შენ მეუნები და შენ და უნდა აგისაბუთოს და აგიხსნას ალბათ. მაგრამ ვისაც ნოტა ახლა ეს არა და უბრალოდ ლანს გავს რაღაცებს იგონებს სიტყვების რაღაცა ქაჯური რაღაცა სულელური პროვინციული რახარუხით რაღაცებს. აი ზუსტად აი ამ თემას ეხება ახლა მე-9 როგორი დაცდილი გვაქვს 9 ციფრთან როგორი დამოკიდებულება გვაქვს. საკრალური ხედავთ ხოლმე? ნებისმიერ რიცხვს თავისთავად გამოაყუმა მივიღებ ყოველთვის 900-ს. ყოველთვის აი 21-ს უკუმა. ჩემი საყვარელი ციფრია სხვათა შორის და მე მჯერა რომ წარმატებით ჩავშლი. ერთმანეთს. თვლი რომ შენი შემოქმედება საქართველოში არსებულ ლიტერატურულ კრიტიკაზე მაღლა დგას. რა თქმა უნდა, კი. კარგია რომ არის დაფიქრებული. ეს პასუხი არის სიმართლე. ეს ის თავდაჯერებული პასუხი არ მოგიცე არც ერთ პასუხი. ეს რა არის? ეს ვერ ვერ ვიცნობიერებ ან ისევ ნერვიულობ რომ ჩემი აი ეს ქვეცნობიერი რაც მაქვს მადლობა იუნგს ამისთვის რომ მედია მე არ განერვიულებ იმიტომ რომ მე ვცდილობ რომ კომფორტი შეგიქმნა. მე ვგრძნობ ამ კომფორტს უბრალოდ ჩემი ნერვიულობა რატომღაც მოისწრაფის წინ. იქნებ ეს ცოტა ამპარტავნულიც კი იყო მეთქი ეს პასუხი, მაგრამ მე დეტექტორზეც ევსტვიდა. ეს შოუში მე ყოველთვის მიყვირდა, როდესაც ეკითხებოდი შენ, იქნებ რაღაცა თქვა, იქნებ და არა, ყველა გეუბნება არ არის ეს ადგილი, ეს რა რას არ არის ეს ადგილი. ეს როგორც სუნთქვა ისე, მე როგორც სუნთქავ ისე წერ იმას, რასაც განვიცდი და განვიცდი იმას, რასაც სუნთქავ და ამიტომ ეს ძალიან საინტერესო სტუმარი ხარ. მაგრამ შეიძლება თქვა რომ მოდი გეგამოშვებით ვისუნთქოთ. არა, ჩვენ სულ უნდა ვისუნთქოთ. კარგი, აი კრიტიკაზე ვისაუბრებ, თქვა ვითომ ოფიციალურ კრიტიკაზე. Facebook-თან როგორ დამოკიდებულება გაქვს? ინტერნეტ ფორუმებთან. ფილოსოფიური, ძალიან მშვიდი გაყანებული ფილოსოფიური. ფილოსოფიური? ხო, არ აქტიური სტუმარი თუ არ ხარ? არა. ჩემი ორი მეგობარი პროაქტიულად არიან ჩართულები და დროდადრო თუ დამჭირდება ხოლმე, ნუ ან შევალ გავათვალიერებ, წავიკითხავთ. რაღაცნაირად ხლის ციფრის რა გაუთავებელი რაღაცა, ზოგი მაგინებს საშინლად, ზოგი აგინებს ვიღაცას საშინლად, ზოგი აკებს უაზროდ, ზოგი იქ ესეც ძალიან კარგია, ეს არის გამოვლინება ჩემთვის და დაცლისთვის დაიცლება ადამიანი. მათი დაცლისთვის? ხო, ამ ემოციები დაიცლება და ამ ნახოთ რამდენად კარგია მათთვის ეს ყველაფერი და მარგალიტი შეიძლება როგორ აღიქვავ შენ ამ ყველაფერს? გადამოწმებაზეა მე-10 შეკითხვა. მიგაჩნია რომ ინტერნეტ ფორუმი მხოლოდ ლაზღანდარობის ერთ-ერთი გამოვლენაა. ეს პასუხი არის
სიმართლე. ილოცავ, არაჩვეულებრივად მიდივარ წინ და ერთადერთი კითხვა გვაჩერებს 1000 ლარი. ძალიან ნერვიულობ დეფი, რა გიჭირს? უყურე პირამიდას და ივსება და თან ვიცი რომ ამ შოუს უყურებენ სწორედ ის უსახარო ბავშვები, ვისთვისაც ვარ ახლა მე აქ რომ უყიდო დიდი რაოდენობით გაჩერებას ხო არ ფიქრობ? ჯერ არა ნახოთ, ხო? ჯერ არა. ჯერ არა, ავიდეთ, არ ჯერჯერობით სულ ყოფნის და თავი ასე თუ ისე ხელში დაგისვა კიდევ შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვაგრძელებ 400 ლარზე არ ვჩერდებით ნამდვილად ჯერა. 4000-ზე მაინც რაღაცნაირად ვცადოთ მოგიკო. ამას შევინახავთ, თითქოს გამიარათ რთულ ამაც და ძალიან კარგი. სამმალზე მეტი ლექსების თქვით, ხა თავის ვერ მოგაბეზროთ. თავს არ გვაბეზრებ დაგვიჯერა. შენ ზოგადად როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც მამაკაცი, ერთგული ადამიანი ხარ? შეიძლება ითქვას კი, რაღაცა დოზით კი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთგული ადამიანია? აბსოლუტურად. ყოველ შემთხვევაში მეგობრობაში ახლა შემიძლია თავი დავდო, მივანდო ჩემი სიცოცხლე და ჩემი ოჯახი და ჩემთვის უძვირფასესი ჩემი ხუთი მეგობრები ხართ. მე მგონია რომ ერთი 500 წლის და წინა ინკარნაციაშიც მეგობრები ვიყავით და იმის წინაშიც და რეალობას რომ დავუბრუნდეთ? ხავთ რამოდენიმე სტატისტიკას. რამდენიმე წლის რა. ნიშნულობა აქვს ეს ბავშვების მეგობარი და შეძენილი მეგობარი შეიძლება უსასრულობა იყოს. მეგობრობაში. მე მგონი აღარა აქ. 21 საუკუნემ მოიტანა ის განცდა რომ სამყარო უცებ შეიკრა და გამთლიანდა. და თითქოს ყველანი რაღაცნაირად განვისდით თავს დედამიწის მოქალაქეებად და მეც მათ შორის და ამიტომაც მგონია რომ მარა დრო კი არის დაუშვათ A პუნქტიდან B პუნქტში გავიდა დრო, მაგრამ სანამ ის დრო იქმნება, ჩვენ ამ თითქოს უსწრებთ, ამ ჩამოვჩებით, ან მარადილობაში ვარ. ეს არის მეგობრობა ჩემი. შენ ხარ ახლა 41 წლის, ხო? 41 წელი. და ყავდა 3 მეუღლე. დიახ. ამ ციფრებს შორისაც ხომ არ არის რამე მისტიკა? არა, ხო? ეგ არის რომ საინტერესოა რა. თავზე ბოლო შორდები ხოლმე ცოლს და 2 წლის თავზე შორდები ყველას? ესა იყო. და შენ პირველი მეუღლე ვინ იყო? ნათიან ემსაძე. დიზაინერი, ახლა ცხოვრობს სტამბოლში, არის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი კანცლერები არის ხო? მეორე კეთი ციკლაური და მესამე კეთი ხელაძე. და ყველგან 2 წლიანი ყველასთან უბრალოდ ესე გამოვიდა ხო? რაღაც ესე გამოვიდა. რაღაცა ეს ორი არ ვიცი. გამიცდი ამას დღემდე, ამას აი ეს გჯერა, ეთქვა, ან წინასწარმას ვესაუბრებოდით. წინა გადაცემაში რაღაცა ის 3 წლიანი ლიმიტი რო არსებობს, 3 წელი არის რაღაცა საშინელი პერიოდი, მე 7 წელი, 9 წელი, ეს რას ნიშნავს? რატო ხდება? ესე უბრალოდ დაემთხვა ჩემ შემთხვევაში, თორე არა, ისე აი რატო ლაპარაკობენ ამას, რატო ხდება? მე უფრო მეტი პასუხისგებლობა რო ამეხო ოჯახზე და მეუღლეზე. პასუხისგებლობა ზოგადად არ გაქვს ესე იგი. არ ვიცი რა არის თვითონ პასუხისგებლობა და სად არის. პირველი თქვა შეიძლება ასაკის გამო, თქვა პატარა იყავე ალბათ. მესამე სხვადასხვა სამყაროები ვიყავით. ანკა მაინც მე მგონი ძნელია, იცი? ესე აიძულო ადამიანი რომ დაემგვანო შემიძლია. ადვილი რომ ყოფილიყო, გათხოვილი ვიქნებოდი რა თქმა უნდა. სად შეგვიძლია ამდენი პასუხისგებლობა? არ ვიცი. მაინც ბოლო-ბოლო ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და მაინც ყველანი ადამიანები ვართ. ეს არის მთავარი ფრაზა ალბათ, რომ გადავიდე მე შემდეგ კითხვაზე. და ადამიანებს შენ იძახი რომ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს ჩადენილი. მე არ ვიცი შენთვის შეცდომაა თუ არა, ამას გავიგებ აი ალბათ 2 წუთში. არც. მე 11 კითხვა. შენი 3 ცოლიდან რომელიმესთვის არ გიღალატია? ეს პასუხი არის
სიმართლე. არაჩვეულებრივი, ამ სამიდან ყველაზე იღბლიანი ციფრი რომელი იყო, პირველი, მეორე თუ მესამე. რომელს გაუმართლა შენ და ყველაზე მეტად ამ ორწლიანი თანაცხოვრებისას? მესამეს. კეთი რა. დიდი მადლობა გულწრფელობისთვის, ძალიან თამამი ადამიანი ხარ, საინტერესო, ექსცენტრული, არ ვიცი კიდე რა გითხრა. იმედია არაფერი საწყენი არავისთვის არ იყო. გილოცა 4000 ლარის მფლობელი გახდი და მე უნდა გკითხო, გავაგრძელოთ თუ არ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ თუ კი შენ ერთხელ მაინც შეგეშლება კი არა და არასწორ, არა მართალ პასუხს მომცემ, შეიძლება მხოლოდ 400 ლარით წახვიდე ჩვენი სტუდიიდან. აი, ამ გასაყარზე ვართ. არა, მე უნდა დავფიქრდე ესეთ რამეზე. ჩვენ რომ ეხლა გავაგრძელოთ. ჩვენ რომ ეხლა გავაგრძელოთ. დავუშვათ გავცე კითხვის პასუხი. 12 კითხვის სიტყვაზე ვამბობ. კი, გვაქვს სულ რაღაც ნებისმიერ დროს შეგიძლია შეწყვიტო. სანამ მე კითხვას დავსვავ, ეს უნდა გახსოვდეს ეს წესი. მაგრამ როდესაც მე დავსვავ კითხვას, შენ უკან ვეღარ დაიხევ, შენ უნდა უკვე მიპასუხო და შენ პასუხზე დამოკიდებული რა თანხით წახვალ ამ სტუდიიდან. ესე იგი, ამ იდეისთვის და ასევე აუდიტორიას თხოვ გადაწყვეტილების ჩვენ შეგიძლიათ და ერთი კითხვა დაგისვა, თქვა მოცადო რამდენად კარგად გამოდის, მეორე, მესამე, მაგრამ გავუშვათ უპასუხი და მართალია. ნებისმიერ დროს შეგიძლია გაჩერდე. მე რო გავჩერდე, აი თქვა თუ მივხვდი რომ შენ აღარ გინდა, მაშინ 4000 ლარით წახვალ. თავარია არ მომატყუო. უბრალოდ სადოთ. არ ვიცი. ხო, ჩვენ უნდა მეიღო გადაწყვეტილება. სადო. მე შენი განწყობიდან გამომდინარე, მეგობრების რჩევიდან გამომდინარე, მე ამას კიდევ ერთხელ გკითხავთ, გავაგრძელოთ თუ არა. იმიტომ რომ ისეთი მისით ხარ შენ მოსული, ძალიან მინდა რომ კარგი თანხით წახვიდე. სადო, გადავიდეთ მესამე. გადავიდეთ, როგორ დაიწყება. გადავდივართ, ბოლო პასუხი მინდა. გადავდივართ. შვენიერი. მოდი ახლა ვისაუბროთ სწორედ რომ შენს თანამოაზრეებზე, შენს ორდენზე, აი სამკაულზე ვისაუბროთ. ხო, ეს პოეტური ორდენი. როგორ დაარსდა საერთოდ? როგორ შეიკრიბეთ ეს სამი ადამიანი? ასე გიორგი ზანგური, შალამბერიძე გიორგი და მე ხო როგორც ვახსენეთ, ეს მოხდა 2004 წელს. მე და გიორგი ჩავედით ქუთაისში ჩვენი პოეზიის საღამოს გასამართად. ქუთაისის წერათა სახლის მიწვევით. მე მამამ ყავდა ახალი გარდაცვლილი 2003 წელს გარდაიცვალა 9 მარტს და იმ პერიოდში მუშაობდი ძალიან ბევრს აი ამ ჩემ ერთ-ერთ რომანზე და პოეზიის კრებულზე. მიფიქრე რომ წავიდეთ. და თან მე თითქოს და განვიცადე რა აკლია ეპოქას. ეპოქას აკლდა იდეალიზმი, აკლდა რომანტიზმი, რაც მოიტანა ვარდების რევოლუცია, მაგრამ ლიტერატურა მაინც გავლენის ქვეშ იყო 90-იანელების იმ გაგებით, რომ ეხლა რაღაცა დააბრექოს, რომ აი ვერლებრია თუმცა ყველაზე აქტუალური და ეს ბევრს გონია, რომ ახალი რამეა და ვერლებრი კომეროსამდე არსებობდა და ახალი ვერნერად ვერ იქნება. მეტყვით უნიჭოების ძალიან კარგი თავშესაფარია კერძოდ საქართველოში. უმრავლესობა უნიჭო პოეტებისა, რომლებიც ცდილობენ ვერლებრით შექმნა რაღაცა ფასეული და მოდი გავაკეთოთ ასეთი რამ წავიდეთ და წავიკითხოთ ჩვენი ლექსები. სწორედ იმ იდეალიზმის განცდით, რასაც ჩვენ განვიხილეთ. იქ გავიცანე გიორგი შალამბერიძე. და რაღაცა შეიკრა ეს ველი. მივხვდი რომ ეპოქას აკლია 21 საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენი სამკაული, სავსე იდეალიზმით და ერთმანეთისგან განსხვავებულობით. ჩავატარეთ იქ საღამო და თბილისში აღარ დაბრუნებული ვარ. გამოვაცხადეთ თავი ორდენის წევრებად, დავდეთ ფიცი ლადო-ასათიანის ძეგლთან, რომ ჩვენ რომს დავიშლებოდით და დავიშლებოდით ალბათ სადღაც 4 წელიწადში, რადგანაც ეს სამკაული 4 წელი, ნაკიანი წელი იყო 2004, ნაკიანი იყო 2008, 3, 4, ისევ 3-4, ისე თვითონ განთავისუფლდა ეს პოეზია 90-იანელების გავლენისგან და რაღაცნაირად ბევრს ეს არ მოწონს, დღემდე ამაზე მიდის ლაპარაკი, ლანძღვა, ზაფერი არ არის, ეს ის არის ზოგიერთი მოსვლის ასასწაულია, არც ერთი არც მეორე არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ეს არის განცდა ადამიანის გააზრებული განცდა და მან გააკეთა სიკეთე ამ სამმა კაცმა. აღმოაჩინა საქართველოში ის, რაც აი ბნელ 90-იანებში იყო რაღაცნაირად ფამილიარობის და გამო ესე გაბაებურებული. შემდეგ უცებ დავიწყოთ მოგზაურობა მთელ საქართველოში. დავიწყეთ ღიად გამოსვლები სხვადასხვა ქალაქებში და თბილისში. მე პირადად ვაკეთებდი და ვაკეთებ ძალიან ბევრ საღამოს და ლაივს ვასრულებ
დავიწყოთ ჩემი პოეზიის და ასევე პროზის და ჩავწერეთ აუდიო ალბომები, დავიწყეთ სტიქიების კეთება, ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი, სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა დროს და ბოლოს უკვე შევედით ინტერნეტშიც გავხსნით ჩვენი საიტი, ახლა უკვე აღარ მუშაობს, ახლა მუშაობს ჩემი საიტი DFG და ამან გამოიწვია რომ ჩვენ ყველანი სამსამივე ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებით ბიოგრაფიით, პოეზიით, ჩვენი ნიჭიერებით გნებავთ, პასუხისგებლობით, ოჯახით, ზოგს როლი ყავს, ზოგს არ ყავს და ამიტომაც 2008 წლის თავზე, როდესაც ჩვენ უკვე დავრჩით ესე კრიტიკის და ქარცეცხლის შემდეგ და საყვირების გავლის შემდეგ გავიარეთ ჩვეულებრივად არაფერი დიდი ამაში რაღაცა სირთულე არ მქონია რომ ეს რა გავაკეთეთ არაფერი მოს გავაკეთეთ ეს ახლა გავაკეთეთ გაკეთებაზეც რაც შეეხება იც რა მაინტერესებს რატო ხდება აი თქვენ რაღაცა ლექსს წაიკითხავდით თქვა მიწაში დამარხავდით მე ბროწეულის ხეს ზედრგავდით აი ბროწეულის ხე რას ნიშნავს ან ნავით გადიოდნენ წყალში ვინც არ იცი სხვათა შორის ბოთლში ჩადებდნენ ან ლექსს და მე ტალღას ატანდნენ ეს რას ნიშნავს ეს ყველაფერი ეს არის გავამდეთ სტიქიებს ჩვენი პოეზია. ასევე დავწვით დიდგორის ველზე ჩვენი ლექსები. ავედით ორი დიდი ავტობუსი, ძალიან ბევრი ადამიანი შევკარით წერენ და ცეცხლი გავამდეთ ცეცხლს და დავწვით. ბროწეული, იმიტომ რომ ბროწეული გიორგი ზანგუს ხონდა იდეა. ეს ეჩვენებოდა ესეთ სიმბოლოდ, რომ სკადება რაღაცნაირად უცნაურად სკადება ბროწეული თავის დრო რომ მოვა იფეთქებს და მაშინ თქვით რომ ჩვენს კოლეგებს და მსმენელებსაც მიმართავდით რომ ბიჭებო ნუ იბოღმებით და ნუ სკდებით გოგმით, არამედ გასკდით როგორც ბროწეულები, გასკდით სიყვარულით და გამოიწვია ეს ამბავი რომ მესამე ეტაპის მე-12 კითხვაც მომწიფდა და გაფხეთქოთ ახლა. ბროწეულებით. შენს მიერ დაარსებულ პოეტურ ორდენში ყველაზე გამორჩეული სამკაული დეფი იყო. ყველაზე გამორჩეული. კი. მადლობთ პასუხის. ეს პასუხი არის სიმართლე. ძალიან გამიხარდა რომ სიმართლე იყო. იცი რა მაინტერესებს აი ბოლო პროექტი ლვოვში გქონდა თუ არ ვცდები ხო? შავ ოთახში იყო პრეზენტაცია. გათამაშები გაქვს მოხსენაზე შენ? არა, მე უბრალოდ ვიცი ეს ისტორია. ძალიან ესეთი სერიოზული თეატრი აღმოჩნდა შავი ოთახი, ესე ქვია. პერფორმანსები გიყვარს, ინსტალაციების კეთება გიყვარს. ეს ამერიკელები ჩადიან ხშირად რატომაც უყვართ ეგ ადგილი ლვოვში. ეს იყო მოწვევა პროექტი რა იყო უკაცრავად ეგ არ მახსოვს. დაფიონი სუპერნოვა დომინე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ნაწილი ობსერვატორია. აი ამ ხო, აი ობსერვატორია. ხო. მე და გიორგი კაკაბაძემ გავაკეთეთ ეს რეჟისორმა, რომელიც ახლა მიემგზავრება ლოს-ანჯელესში სტაჟირებაზე 3 თვით. ეს არის ნიჭიერსი და ნათელი გონების ადამიანი, ვისაც აქვს უნარი, აი ინტერნეტი რაღაცნაირად მართოს ესე თვალებით. აი კაკისაც იგივე უნარი აქვს, ანასაც. აი ამ ინტერნეტში ძალიან შინაურულად გრძნობენ და მყუდრობთ თავს. გიორგი თქვა რომ მოდი შენს პოეზიაზე ჩვენ გავაკეთოთ ახლა ვიდეო არტი, დავადოთ ერთმანეთს და გავუგზავნოთ. გავუგზავნოთ ერთი ვარიანტი. ლექსის ობსერვატორია, თუ არ ვცდები, ხო? კი, და იქიდან მოგვივიდა პასუხი, რომ ბიჭებო ჩამოდით, დაფინანსებთ, ყოველ გზის ფულით ვენიშოვეთ. და დაიწერა რაც სხვადასხვა განცხადებები, ვიშოვეთ ის თანხარგზი, რის ვაგლახით, ან ეს ყველაფერი ხდებოდა 14 ოქტომბერს 2008 წლის, ანუ ომის დროს. სამკაული დამთავრდა, დაიწყო ომი და დაიწყო კიდევ ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, ის საპროტესტო პერფორმანსები თუ გაკეთებთ. კი, სტოპ-რაშა ეწერა ყველას. სტოპ-რაშა კი, მაგრამ 90-იანი წლებიდან გიყვარს შენ ამის კეთება. გიზიდავს ამის კეთება. ხო, საპროტესტო რაღაცა აქციებშიც მიგიღია მონაწილეობა არაერთხელ, რაღაც პერფორმანსები, რაღაც ინსტალაციები გაკეთებია, ხო ყველაფერი ეს. არა, ის როგორ იყო, მაშინ იყო დრო, როდესაც
ეს იყო აბსოლუტური პროფანაცია ადამიანის უფლებების, ეს იყო აბსოლუტური ჯოჯოხეთი და კრიმინალი ადამიანის თავისუფლებისა და მისი გამართლების ამ სამყაროში არსებობისა და ეს იყო მთელი ეს წლები შევარდნაძის მმართველობა და შევარდნაძის მოსვლა საერთოდ აქ და ანუ ძალიან დატრიალება სამხედრო და შემდეგ ეს მხედრიონი ნაწილი ბუნებრივია, იმიტომ რომ მხედრიონში მესმის რომ იყვნენ ნორმალური ადამიანები, идеით შეპყრობილები, მაგრამ ბევრი იყო მართლაც ეშმაკის მოციქული, ესეც მინდა რომ ვიცოდეთ ყველამ, ეს ხაზგასმით ყველაფერს ვერ იტყვი, ბუნებრივია. თვით 12 მოციქულშიც კი ერთი იუდა ისკარიოტელი იყო და ამ შემთხვევაში მხედრიონი მაშინ იარაღებით პირდაპირ დადიოდა და თითქოს აი ჯაბა იოსელიანის ბატონის პოლიტიკა თუ გნებავთ აი წამსი თუ ის რაც მოიტანა მან ხო ამ თავისი აზროვნებით, თავისი ქცევით, თავისი გატანით იმ გაგებისა რა გაგებითაც ეს კაცი ცხოვრობდა და აკეთებდა თავის საქციელს. მე მივიჩნია რომ ეს ზუსტად აჯდებოდა ქართულ სიტყვას ჩემი ასო კიტრია და ჭამეთ, როდესაც აი ქართველები ამას ამბობენ. ნუ აი ესე მე მგონი მომწიფდა მე-13 კითხვა. გამისვით კი ბატონო. აბსოლუტურად აქტუალურია შენს მონაყოფთან. კითხვა? და იმედია სიმართლე იქნება. ნახოთ. ჯაბა იოსელიანის პოლიტიკისადმი საპროტესტო პერფორმანსმა საკუთარი ფალოსის ჩვენებით მიზანს მიაღწია. კი. პასუხი მიღებული. ეს პასუხი არის სიმართლე. სამეთი კარგი ციფრი ყოფილა შენთვის და რაღაცა შენი მეგობარი ისე ნერვიულობდა. აი შენ იმდენად აღარ გიყურებდი, რამდენად შენს მეგობარს. ქალები არ მაქვს და გარშემო ახლა ვიყურებ გრძელფრჩხილებიან ქალებს ვეძებ რომ დავაკუნიტო იმას მაინც. მართლა ცუდათაა. ესე იგი შეიძლება ერთი რამე თქვა ეხლა მე რო გავწყვიტო შემიძლია ხო? აბსოლუტურად ნებისმიერ დროს შეგიძლია გააწყვიტო 4000 ლარი არის შენი, სანამ მე კითხვას დავსვა, მაგრამ პრინციპში შეგიძლია გააგრძელო 10000 ძალიან კარგი თანხაა. ხო მე მესმის ეს საუბარი იძენს და მიიღო ესეთი სახე და ამიტომაც ვართ მოსულები, მაგრამ ეს თანხა ხალხო მე უკვე მყოფნის იმისთვის რაც მინდა უსაფრთხოებს გაუკეთო. რატო უნდა ჩავიგდე თავი საშინელ მდგომარეობაში? ხო, მithumetes საქმე ამ აქციით რაც უნდა შეგავაკეთე. ის მომენტი, როდესაც შენ ალბათ შეიძლება ეს შვიათი მოვლენა ამის ცხოვრებაში საკმაოდ პრაგმატულად უდგების რა კი? კი, აბსოლუტურად. აი მოდი შენს მეგობრებსაც ვკითხოთ რა ქნას. არა, კი მივხვდი რას ფიქრობ, ჩხილებს ეძებს და აღარ. ხალხური მოგლეჯილი უნდა გავიქცეთ ახლა აქედან. თქვენ? ალბათ ჯობია რომ ამ ეტაპზე გავჩერდეთ. იმიტომ რომ ერთგვარისგანაა დაკავშირებული და ძალიან დიდ რისკს მიზანი არის უბრალოდ ისეთი. ეხლა მართლა ვგელდი, მართლა რას ქვია, მანადოს მაგრამ ეხლა უკვე რაღაცნაირად იმიტომ რომ ეხლა 400 ლარის მაგივრად შენ შეიძლება წააგო 4000, მაგრამ შეიძლება მოიგო 10000. მესმის, მაგრამ ქალბატონი მირანდა ეხლა უყურებს ამას, ეს არის უსახკარო ბავშვთა წყლის ბავშვთა სახლის დირექტორი. ძალიან ნერვიულია. ბუნებრივია, იქ ყველა ნერვიულობს იმ გაგებით, რომ ეს თანხა უკვე საკმარისია. ძალიან ბევრი მუსიკალური მაღალხარისხიანი დისკის საყიდლად, წიგნების საყიდლად პოეზიისთვის რომ აუტანო და ბავშვს ვანახო რა არის ტომ სოიერი ვინ იყო ჰეკბერი ფინი რა ხდებოდა სამყაროში როგორ კაცთა ბედი როგორ იმართებოდა დეფი მე არ მინდა რომ შენი ნერვიულო მე არ მინდა რომ ინერვიულონ ბავშვთა სახლში მაგრამ 10000-ად ბევრი კარგი რაღაც გაკეთება შეიძლება ბოლო პასუხი მინდა
ბოლო კი თუ არა? არა, ვჩერდებით, უბრალოდ ესე დაგემშვიდობებოდი. მე არ მინდა რომ დაგემშვიდობოდა, ამიტომ გეტყვი ასე. დიახ. გამარჯობა. საუკუნეა არ მინახი ხარ. ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებდით, რას ვიფიქრებდი, რა ლამაზი ხარ. არა, ჩვეულებრივად დავამთავრებ. მაშინ მე დაგემშვიდობები, დიდ მადლობას გადაგიხდი, მინდა მოგილოცო რომ 4000 ლარი შენია, შენი და კარგი მიზნებისთვის, იმედია სპონსორების გამოჩნდებიან და საერთოდ ბავშვებსაც ბევრი ადამიანი დაეხმარება. ძალიან საინტერესო, ძალიან თბილი, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. რა გავაკეთებ? დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან მიიღე მონაწილეობა. ამ შანსი მომეწონეთ.